როდესაც ოცნება იძახის, რომ რეგიონები არის მათთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ყველა რეგიონს, ყველა სოფელს ეტყობა ის, რომ ოცნება კიდევ ერთხელ ტყუის, მაშინ, როდესაც იძახის, რომ რეგიონები არის მათთვის პრიორიტეტი. ჩხოროწყუში ვიმყოფებით ცენტრალურ რაიონში, სადაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორია შემოვიარეთ გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრებმა. ჩვენი შეკითხვა იყო ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით მოსახლეობას აქ აწუხებს. პირველი ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც არის ამ ქალაქში, პენსიონერების დაბალი პენსია, რომელიც არ ყოფნის ელემენტარულ საჭიროებებისთვისაც, ასევე არ ყოფნის მედიკამენტებს, იმის მიუხედავად, რომ საყოველთაოდ დაზღვევა მოხუცებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვის ანაზღაურებს სამედიცინო საჭიროებებს, ამის მიუხედავად უამრავი მედიკამენტი, რომელიც მათთვის არის საჭირო, არ ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან, რაც მათ მდგომარეობას აუარესებს. მეორე საკითხი არის თხილის ჩაბარების თემა. თხილის ჩაბარების სეზონი არის სამეგრელოში, ეს თემა არის აქტუალური და დაფიქსირდა ის, რომ ჩხოროწყუში თხილის ჩაბარების სარეალიზაციო ფასი არის დაბალი სამეგრელოს სხვა ქალაქებთან შედარებით და ესეც ძალიან მძიმე მოცემულობას ქმნის არსებული მეწარმეებისთვის. ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არის და რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გადინება არის ძალიან დიდი იმ უპერსპექტივობის ფონზე და იმ შესაძლებლობების არქონის ფონზე, რაც არის დღესდღეობით ჩხოროწყუში, ეს არის მძიმე მოცემულობა. თუ კი სადმე ჩანს კორუფცია, ნეპოტიზმი, უყურადღებობა, ეს არის სამეგრელოს რეგიონი და ეს არის ჩხოროწყუ დღესდღეობით, იმიტომ რომ აქ ადამიანებს ეტყობათ ის ელემენტარული საჭიროებები, რომლებსაც ისინი ვერ იღებენ თვითმმართველობისგან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან და რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომელიც არის ცენტრალიზებულად სისტემურად ჩაფლული კორუფციაში, რაც ისახება შემდეგ უკვე ჩვენს რეგიონებზე.